მოგესალმებით ყველას, ისეთ ადამიანებთან ერთად მიწევს სიტყვის თქმა, ჩემთვის ცოტა საპასუხისმგებლოა, ცოტაზე მეტად. აქ გავაგრძელებ წინა გამოსვლას ერთგვარად, გამახსენდა ახლა დღეს რომ შარშან ჩვენმა სკოლამ კურსდამთავრებულებმა მოისურვეს საოკუპაციო ხაზთან მისვლა, რადგან ჩვენი სკოლა აფხაზეთის სახელს ატარებს. ვიფიქრეთ, რომ იქ რაღაცა სიმბოლურად ხიდამდე მაინც მივსულიყავით და გადაგვეღო ფოტოები და ბავშვებს, რომლებსაც არც უნახავთ და უმეტესობა არ იყო ნამყოფი საოკუპაციო ხაზთან, ენახა უბრალოდ იქაურობა და აღმოჩნდა რომ ახლოსაც არ მიგვიშვეს საერთოდ ხიდი არც გამოგვაჩენინეს, არ უნდა გამოჩნდესო არც ფოტოზე, არც ვიდეოში და ესე მოშორებით ესე შორი ახლოს ნახევარ კილომეტრში დაახლოებით მიგვიყვანეს და გამოგვაბრუნეს უკან. ეს იყო ძალიან სევდიანი, ტრაგიკული, სევდიანი კი არა ტრაგიკული დღე ჩვენთვის, იმიტომ რომ რაღაცა ისეთი ვერც იქ ჯარისკაცები ჩანდნენ აქ, რაღაცა ისეთ შეეშინდათ ჯერ რატომ ხართ რისთვის მოხვედით, ისე უცხოებივით მოგვექცნენ, არიქა ჩაგვაბარებინეს დიდი პირადი ნომრები, ჩაიწერეს, რაღაცა ისე ძლივს შეგვიშვეს, ძლივს მიგვიშვეს, მოკლედ იქამდე თითქოს ეს ყოფილიყო რაღაცა ესეთი საშინელი რა ვიცი, საშინელი განცდა იყო და გამახსენდა ეს დღეს და მე მინდა რომ მე მქონდეს ქვეყანა, რომელშიც ჩემს მოსწავლეებთან ერთად თავისუფლად შევალ საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კუთხეში და ვაჩვენებ რიწის ტბას თუ ფარავნის ტბას ერთნაირად თავისუფლად და ბედნიერად და ეს აუცილებლად ასე უნდა იყოს და იმისთვის ვარ მე დღეს აქ ყოველ საღამოს იქ ერთად, სადაც ვართ ყველანი ერთად თქვენც ზუგდიდში, ახალციხეში, ბათუმში, ქუთაისში, თბილისში, ზუსტად ეს გვინდა. ახლა უბრალოდ რაღაცა ისე ეს დამრჩა. ძალიან ჭრელი პოლიტიკური სპექტრი გვაქვს ბოლო მინიმუმ 3 ათეული წლის განმავლობაში და ძალიან რთული ბიოგრაფია აქვს ჩვენს ქვეყანას ამ მხრივ. და რატომაც მე დღეს აქ ვარ და დღევანდელ დარბაზსაც დაეტყო ხო ეს რთულია, რაღაცა გვიჭირს ეს ერთ ენაზე საუბარი და ძალიან მაწუხებს მე ეს როგორც რიგით მოქალაქეს, მასწავლებელს, მშობელს, მინდა რომ რაღაცა ერთი საქმისთვის და ერთად ვიბრძოდეთ ყველა და იმიტომ ხართ თქვენც დღეს აქ, მეც ჩემს თანამებრძოლებთან ერთად და ძალიან მიხარია რომ ეს ტურნე რაღაც ეს რეგიონიდან დაიწყო და სულ მახსენდება ეს ილიას მიმოსვლა საქართველოში და ეს სამეგრელოში ვიყავი და საქართველოს ვნახე. ილიას ამ მოგზაურობამ და მისმა სიტყვებმა შეკრა და გააერთიანა ჩვენი სამოქალაქო ცნობიერება და სამოქალაქო სხეული, ჩვენ მაშინ ხელახლა დავიბადეთ როგორც ერი. და მე მინდა რომ ეს მოხდეს ახლაც და მოხდეს ასე სოფელ კარდაკარ სიარულით ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენც უბრალოდ მოხალისეებმა, მხარდამჭერებმაც ასე ვიაროთ და რაღაც ისევ შევქნათ, ისევ გამოვაფხიზლოთ, ისევ შევაკოწიწოთ თავიდან ხელახლა ის რაც თერგდალეულებმა გააკეთეს მაშინ. ზუსტად ისე ვიწყებთ და ზუსტად ის გიწევთ და ძალიან მიხარია რომ ამ მოძრაობას ძალიან ბევრი ადამიანი ყავს საგამომართლებლო სფეროდან, ადამიანები რომლებსაც ვიცნობ, რომლებსაც ვენდობი, რომლებსაც დიდი გამოცდილება და ძალიან დიდი ცოდნა და კომპეტენცია აქვთ ამ სფეროში და ჩემთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც მასწავლებლისთვის და ამიტომაც ვარ მე დღეს აქ და მადლობა ამ ადამიანებს, ვინც მიატოვა ბევრი რამ, განზე გადადო თავიანთი თავარი ძირითადი საქმე, ასე ვთქვათ, აწყობილი საქმეებიც დალაგებული, დადგა ქუჩაში და იბრძვის იმისთვის, რომ ჩვენც ყველას მათ შორის ყველა მხარეს არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს მთლიანად დაულაგდეს და რაღაც მოაწესრიგოს ეს ყველაფერი. ახლა ფოთ შევეხმიანები. ძალიან ხშირად ძალიან გვიყვარს ნიკოლაძის მარშრუტი მოსწავლეების ნაწილს მასწავლებლებსაც ხშირად გვიწევს ხოლმე ესე ჯიხაიში ფოთი მიყვავს ბავშვები და ძალიან მინდა ხოლმე რომ აი ბავშვები რომ მიმყავს ეს აღარ მოუნდეთ უკან წამოსვლა რომ ის კატერები რომელიც აი საოცარ ნაკრძალში რომელთაც შეიძლება პანტონებით გასეირნება იყოს ბევრად საინტერესო ეს იყოს მითოლოგიაში მოგზაურობა ეს იყოს ისტორიაში მოგზაურობა რომ საქართველოს რომელ კუთხეშიც არ უნდა ჩახვიდე იქვე ისწავლებოდეს ადგილზე სწავლობდნენ მოსწავლეები ამ ყველაფერს და ეს იყოს ერთი დიდი და არ ვიცი მთელი ყველა დღე მათი სასკოლო
ცხოვრების იყოს არამოსაბეზრებელი, ბარემ ვიტყვი ერთმა მოსწავლემ მითხრა ერთხელ კარცერ ლუქსებს საუბრობდით და აი წესით მეთქი სკოლაც უნდა იყოს მეთქი კარცერ ლუქსი და კარცერი არის ლუქსი არაო მასწავლებელო. აი ყოველ დღე მინდა რომ ლუქსი იყოს და ასე შეგვეძლოს გადაადგილება მოგზაურობა ადგილზე ვისწავლოთ საქართველოს სიყვარული არა მხოლოდ ყდებიდან ექსკურსიებით, გასვლებით, ქარხნებში, რაღაც ისეთ ადგილებში, სოფლის მეურნეობის ეს ყველაფერი რაღაც თეორიული და მშრალი და წუთხე კი არ იყოს თავისუფალი და ბედნიერი. ასეთი საქართველო მინდა, ასეთი სკოლა მინდა სკოლა, სადაც შეუზღუდავად არ შემეშინდება რაღაცა ტექსტებს ამოიღებენ, გაჩორკნიან ისე როგორც ეს საბჭოთა პერიოდში, არ შემეშინდება რომ თავისუფლად თქვა ის რომ რუსეთი ოკუპანტია, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია და ვიტყვი რომ არ არის ოკუპირებული უკვე ეს 20%. მე ასეთი მომავალი მინდა, ასეთი საქართველო მინდა და მინდა რომ ყველაფერი რაც აქ გაკეთდება, სოფლის მეურნეობაში, ჯანდაცვაში, განსაკუთრებით განათლებაში, განსაკუთრებით სამხედრო საქმეში ყველაფერი იქნება საქართველოს გულისთვის. ყველაფერი უნდა იყოს საქართველოს გულისთვის, საქართველოს მომავლის გულისთვის, მომავალი თაობისთვის და ბოლოს მაინც დავამთავრებ იმით, რომ რადგან სამხედრო საქმე ვახსენეთ, შეუძლებელი არ ვახსენოთ დღეს ის სამხედრო მოხალისეები, რომლებიც აი ამ სწორედ აფხაზეთის ერთიან ნაწილთან დაბრუნებას, სწორედ საქართველოს გამთლიანებას ემსახურებიან, იბრძვიან, ოღონდ იბრძვიან ნამდვილ ბრძოლის ველზე, სიცოცხლის ფასად და გუშინ ჩვენ ამისადმი მიძღვნილი მარშიც გქონდა და მე მინდა საქართველო, მე მინდა გაკვეთილი და სკოლა, რომელშიც სულ ტრაგიკულზე კი არ ვილაპარაკებ და სულ იმაზე მოსწავლეები როცა შემეკითხებიან ვეფხისტყაოსის მერე რამე happy end-იანი ტექსტი არ იყო, როცა მკითხავენ, მე მათ ბევრ happy end-იან ტექსტს წავაკითხებ, ვაჩვენებ უახლესი ისტორიიდან და ყოველთვის რაღაც ტრაგიკულ გაჭირვება და შეჭირვებაზე კი არ ვექნება საუბარი, არამედ გამარჯვების ისტორიას დავწერთ, ერთად დავწერთ ამას, გავიმარჯვებთ სახელოვნად, დიდება თავისუფლებას.